კიდევ ერთხელ გამშვიდობისა, პირდაპირ ეთერშია მედია კავშირი ობიექტივი და თქვენ უსმენთ და უყურებთ გადაცემას ღამის სტუდია. ჩვენი სტუმარი გახლავთ ბატონი ვალერი კვარაცხელია, ჟურნალისტი და დიდი ხანია ჩვენთან არ ყოფილა ბატონო ვალერი, მოგესალმებით, გმადლობთ რომ მოხვედით. მართლაც დიდი ხანია რა, არ გვინახი ხართ. და საინტერესოა თქვენ შენ გავახსენდით რომ სხვებს არ ვახსოვარ. მე სულ მახსოვხარ. და ძალიან საინტერესოა თქვენი ახმა, თქვენი დამოკიდებულება, თქვენი ანალიზი მიმდინარე მოვლენების, მაგრამ სანამ დავიწყებდეთ საუბარს, ძალიან მაინტერესებს თქვენგან რუსული თემა. რა ხდება დღეს რეალურად რუსეთში, იმიტომ რომ ძალიან მრავალმხრივი ინფორმაციები ჟღერდება, საქმე იქამდეც მიდის, რომ პუტინის საქმე დამთავრებულია, დღეს არის და ხვალ აღარ იქნება. სინამდვილეში რა ხდება, მე ვიცი რომ ეს თემა თქვენ კარგად იცით და ამიტომ გისვამთ ამ კითხვას. ნინო, ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის, ძალიან დიდი მადლობა რომ გავსოვარ. მართლაც ძალიან დიდი ხანია ობიექტივში არ ყოფილვარ, სრული 11 წელი ჩვენთან იყო. ჩაუგდებლად მიმყავდა გადაცემები, ამიტომ მონატრებული მყავს ობიექტივის მაყურებლები. პირიქით არ ვიცი როგორ ხდება, მაგრამ მე მონატრებული მყავს. კი ბატონო. ამიტომ მადლობა ამ შესაძლებლობებისთვის. ახლა ჩვენ ძალიან დიდი დრო რაკი არ გვაქვს და რაკი სხვა თემებზეც ვაპირებ საუბარს მომითხარი, ამიტომ მე ამ თემას, რასაც რუსეთის თემა ქვია, ძალიან მოკლედ შევეხები მაშინ შესაძლებლად, ხო? ოღონდ ფუნდამენტალურად რა, მაინც რომ გავიგოთ სინამდვილეში რა ხდება. მე ჩემს ხედვას გაგიზიარებ. კი, რა თქმა უნდა. დანარჩენი მე რისთვისაც არ მიმიწვება ხელი ვთქვათ ინფორმაციისთვის. მაგრამ მე ვიცი რომ თქვენ ფლობთ ინფორმაციას, რეალურ ინფორმაციას და იმით. რუსეთში ძალიან გართულ დავითარება, რა თქმა უნდა, ამას ყველა ხედავს, ამისი მიჩქმალვას მე მგონი არც არავინ არ ცდილობს, იმიტომ რომ დღეს ისეთი ეპოქაა, სადაც ვერაფერს ვერ დამალავდა, ვერაფერს ვერ მიჩქმალავ, ეს ფაქტია რა. ამიტომ ასე არ დგას საკითხი. ყველაფერი ხელის გულზეა. რუსეთზე ხორციელდება, უკვე მეხუთე წელია ეს ოპერაცია დაიწყო და რუსეთზე ხორციელდება შემოტევა. ანუ ომის ეპიცენტრი კი უკრაინაშიც დარჩა, მაგრამ როგორც უკრაინაში დარჩა, შეიძლება მთლად იმ მასშტაბით არა, მაგრამ მაინც გადმოვიდა რუსეთში, იმიტომ რომ ყოველდღიური გახდა ეს დრონებით შემოტევა, დაბომბები, უკვე არა ვთქვათ საზღვრისპირა დასახლებული პუნქტები, არამედ მოსკოვი იბომბება, პეტერბურგი იბომბება, რაღაც ობიექტები იბომბება ხომ ამ უზარმაზარ ქალაქებში. ეს რას ნიშნავს? ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაცა ახალი ფაზა დადგა და რა არის ეს ფაზა? ეს არის ამოსახსნელი. ხლა, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ რუსეთ-უკრაინის დაპირისპირებაზე, ეს უკვე არ არის სწორი, იმიტომ რომ რუსეთ-უკრაინის დაპირისპირება კი არ გვაქვს, არამედ უკრაინის ბაზაზე და უკრაინის ტერიტორიაზე ჰქონდა დაპირისპირება ნატოსა და რუსეთს შორის, კოლექტიურ დასავლეთსა და რუსეთს შორის. ეს მე მგონი ხა ყველა მიცის და ამას რამე განსაკუთრებული ახსნა განმარტება არ ჭირდება. ამიტომ ლაპარაკია იმაზე, რომ ამ ომმა, რომელიც ძალიან გაიწელა, მეხუთე წელიწადია უკვე მიმდინარეობს, საერთოდ მსოფლიო და მთავარი მოთამაშეები მიიყვანა თუ არა რამე დასკვნამდე. ან რამე ახალ დასკვნამდე მიიყვანა თუ არა ახალი ურთიერთობების შესახებ. და როგორც ჩანს არაფერი არ შეცვლილა. ჩვენ ვიცით რომ ანკორიჯის შეხვედრას რომ უძახიან, ანუ პუტინსა და ტრამპს შორის რომ გაიმართა შეხვედრა. ამ შეხვედრაზე ყველაფერი რაც იქ იყო, შეთანხმება იყო თუ რა იყო, ყველაფერი ცნობილი არ არის, ესე იგი ყველა ასეთ შეხვედრას, უმაღლეს დონეზე შეხვედრას ახლავს რაღაც დახურული ნაწილი, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი შესაძლებელი ათეული წლების განმავლობაში ვერ გახდეს. მოხდა თუ არა იქ რაღაცა შეთანხმება და იყო თუ არა ნამდვილი ეს შეთანხმება. ანუ მხარეები მზად იყვნენ თუ არა ამ შეთანხმების შესასრულებლად. ეხლა მე მინდა გაგახსენოთ თქვენ თქვათ მინსკის შეთანხმება. მინსკის შეთანხმება, რომელიც დაიდო და რომელსაც 4 მხარე აწერდა ხელს, უკრაინა, რუსეთი, საფრანგეთი და გერმანია. გაირკვა, რომ სულაც არ ყოფილა შეთანხმება. თურმე. ამის უკან რაღაცა თურმე მდგარა. ეს უკვე მერკელის დროინდელი და მერკელმა აღიარა, ოლანდმა აღიარა, პოროშენკომ აღიარა, რომ ჩვენ ამ ხელშეკრულებას ხელი მოვაწერეთ, მაგრამ მისი შესრულება არც გვიფიქრია. ჩვენ გვინდა დრო მოგვეგო, უკრაინა შეგვეიარაღებინა
იმისთვის რომ მას ჰქონოდა შესაძლებლობა რუსეთისთვის ასე ვთქვათ წინააღმდეგობის გაწევისა. და ომის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს მისის ხელშეკრულება ანკორიჯის შეთანხმებასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ხომ გახსოვს ტრამპმა როგორ დაიწყო. ესე იგი მე რომ ყოფილიყავი პრეზიდენტი, ეს არ მოხდებოდა. ეს განცხადება რას ნიშნავს? ეს განცხადება იმას ნიშნავს, რომ მან პრაქტიკულად ამერიკის შეერთებულ შტატებს დააკისრა პასუხისმგებლობა. იმიტომ რომ ვინც იყო პრეზიდენტი, იმისია პასუხისმგებლობა, ხო? ესე იგი, ამერიკის პრეზიდენტს შეეძლო თავიდან აეცილებინა ეს ამბავი, თუ მას ამისი სურვილი არ იქნებოდა. ეს არის ხო განცხადებული. და თქვა, რომ მე ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ერთ დღეღამეში თუ ორ დღეღამეში დავამთავრებო ამ ომს. და რეალურად მივიღეთ რა? რეალურად მივიღეთ, რომ აგერ წლების განმავლობაში იწელება უკვე ეს ამბავი და ვერაფერის ვერ დაამთავრა და ახლა დგება შეკითხვა, ჩნდება შეკითხვა. მართლა უნდა მას ომის დამთავრება? თუ ისიც აგრძელებს იმ ხაზს, რასაც ქვია მთელი დასავლეთის და ნატოს დაპირისპირება რუსეთთან, ანუ სამკვდრო სასიცოცხლო ომი ამ უკრაინელების ბაზაზე, უკრაინელების ხარჯზე, მათ სისხლზე და მათ საზარბაზნელ უკანასკნელ უკრაინელამდე. ამითი რუსეთის დაჩოქება. ესე იგი, აი ეს უნდა, ხო, მაგრამ ეს რას ნიშნავს, ნინო? ეს იმას ნიშნავს, რომ ომი ამ ფაზაში ვერ დამთავრდება. ანუ ჩვეულებრივი შეიარაღებით ომის ბედი ვერ გადაწყვეტა. წარმოგიდგენია რა რას უპირისპირდება? ესე იგი, მთელი ევროკავშირი 9 მილიარდი და კიდევ უფრო მეტი, ხომ? პლუს ამერიკის შეერთებული შტატები, მთელი ნატო. და ეს ყველაფერი უპირისპირდება რუსეთს, რომელსაც ჩვეულებრივი შეიარაღების ფარგლებში მეტი შესაძლებლობები აქვს. როგორც შეიარაღების თვალსაზრისით, ასევე ადამიანური რესურსის თვალსაზრისით. თუმცა ჯერ ღიად ადამიანური რესურსით ისინი ჩართული არ არიან, მაგრამ შეიარაღებით ჩართული არიან და ჩართული არიან დაფინანსებით. აქედან გამომდინარე, თუ დასავლეთი უარს არ ამბობს რუსეთის დაჩოქების კატასტროფულ იდეაზე, ასეთ შემთხვევაში პრაქტიკულად გარდაუვალია ბირთვული დაპირისპირება. გლობალური ბირთვული დაპირისპირება. იმიტომ რომ რუსეთი არ მოიკლავს თავს, არა? რუსეთი არ მოგცემს უფლებას, რომ ის მოკლა. პუტინმა თუ რუსეთი აღარ იქნება კი, ცნობილი გამოთქვა პუტინისა, რომ რად გვინდა ჩვენ მსოფლიო, რომელშიც არ იქნება რუსეთი. და ვერც გაამტყუნება მაშინ. ჩვენ ქართველებს არ გვაქვს, თქვათ, ისეთი ზურგი ჩვენი სამხედრო ძლიერებით, რომ ეს განვაცხადოთ, მაგრამ რეალურად თუ მსოფლიო დაგვიპირებს მოსპობას, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ რად გვინდა ჩვენ ისეთი მსოფლიო, სადაც საქართველო არ იქნება. ნებისმიერი ქართველი ამას იტყვის. ნებისმიერი სომეხი ამას იტყვის, ნებისმიერი სხვა ეროვნების წარმომადგენელი ამას იტყვის. მით უმეტეს ზესახელმწიფო, რომელსაც ყველა შესაძლებლობა აქვს იმისა, რომ პლანეტა მოსპოს, ხო? ამიტომ და მივა აქამდე ბატონო ვალერი. ღმერთმა არქანას, მაგრამ ჯერჯერობით დასავლეთს ყველაფერი მიყავს აქეთკენ. დასავლეთმა რა გააკეთა? დასავლეთმა მოახერხა ის, რომ ორი მოძმეხა პრაქტიკულად ერთი ხალხი. ერთი ფუძიდან მომავალი ხალხი, რომელსაც ერთმანეთისგან ვერ გაარჩევ. ვერც ვიზუალურად, ვერც ენით პრაქტიკულად, ხო? ვერც რწმენით და ვერც, ვერაფრით ვერ გაარჩევ ერთმანეთს. ერთი ხალხია. ყველა ეს ერთი ხალხი, ეს ერთი საფუძველის ხალხი, კიევის რუსეთიდან რაც წამოვიდა, ის არის, ხო? მთელი ეს რუსეთი და უკრაინა. და აი ეს რუსეთი და უკრაინა ერთმანეთს რომ დააპირისპირო, რამხელა ბოროტება უნდა გქონდეს. და რამხელა შესაძლებლობა უნდა გქონდეს ამ ბოროტების განსახორციელებლად. მიაღწიეს ამას. ფაქტია, რომ მიაღწიეს და სამკვდრო სასიცოცხლო დაპირისპირებაში გადაიყვანეს. ახლა შეკითხვა რით დამთავრდება ეს ყველაფერი? იმდენად რთული შეკითხვაა, რომ არ ამგონი არა თუ მე და შენ და ვთქვათ რიგით თვითონ პუტინს გქონდეს თვითონ პუტინს, თვითონ ტრამპს და სი ძინპინს და აი უძლიერეს თამა ქვეყნისა გქონდეს ამაზე პასუხი. იმიტომ რომ რა როგორ განვითარდება, რა რომელ ჩიხში შევა, კაცმა არ იცის და ამიტომ მე ბოლო პერიოდი ძალიან შეიძლება ცუდის მომასწავებელ რაღაცებს ლაპარაკობ ხოლმე, მაგრამ ხიზლად უნდა ვიყოთ, თხილად უნდა ვიყოთ და უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ჩვენ შესაძლებელია ძალიან დიდი კატასტროფის წინაშე ვიდგეთ. ღმერთმა არქნას. მე მგონია, რომ მაინც გვეყოფა
ეყოფა უფრო გონიერება. ხო, გადაწყვეტილების მიმღებებს ეყოფათ გონიერება, რომ აქამდე არ მიიყვანოს საქმე და აი აქ მივადექი მთავარ სათქმეს, რაც მე მინდა დღეს თქვა. ესე იგი, ლაპარაკი იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი დამარცხდა, პუტინი დამარცხდა, ერთი რუსეთი და პუტინი ეს ერთი და იგივე ცნება არ არის. პუტინი შეიძლება დამარცხდეს, მაგრამ რუსეთი არ დამარცხდება. იმიტომ ხელმძღვანელი ერთია და სახელმწიფო და ერი და ხალხი მეორეა. მაგრამ იმითი რაც დღეს რუსეთში ხდება, იმ დასკვნის გაკეთება, რომ რუსეთი მარცხდება, რუსეთი იჩოქებს, ეს არ არის სწორი. უბრალოდ რუსეთი ითმენს. მას თმენის დიდი რესურსი აქვს, ისტორიულად არის ეს ამბავი ცნობილი. რუსეთი ითმენს იმას, რასაც ახლა უკეთებენ, რატომ? იმიტომ რომ შესაბამისი პასუხის გაცემის შემთხვევაში კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდებით იმ კატასტროფას, რომლის შესახებაც ვლაპარაკობ. ამიტომ შესაბამის პასუხს ჯერ არ აძლევს. იქნებ მოხერხდეს რაღაცნაირად ან მოლაპარაკება, ან რაღაც სხვა კალაპოტში გადავიდეს, რაღაცა მოხდეს ისეთი, რომელიც აგვარიდებს შესაბამისი, ანუ ადეკვატური პასუხის გაცემას იმისთვის, რაც ხდება რუსეთში. მე ასე ვხსნი ყოველ შემთხვევაში, თორემ სხვა ახსნა იმას, რომ ახლა დღევანდელ რუსეთს ბირთვული პოტენციალის თვალსაზრისით ნომერ პირველ სახელმწიფოს, დედამიწის ზურგზე ყველაზე დიდ სახელმწიფოს, ზესახელმწიფოს. დრონების შეტევით დააჩოქებენ, ახლა დრონებით კი არა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თუ რამე გააჩნდა გარდა ბირთვული არსენალისა, ყველაფერი დააყარა ირანს. მაგრამ გაიმარჯვა, ვერ გაიმარჯვა. ახლა დრონებით დაამარცხებენ რუსეთს, ეს ძალიან ინფანტილური აზროვნება. კი, ნამდვილად დრონებით არა, მაგრამ მოსახლეობაში ეს იწვევს ხო რაღაცა რეაქციას, იმიტომ რომ ისინი არ არიან დაცულები, მართალია ობიექტები იბომბება, მაგრამ შეიძლება უკვე მოსახლეობასაც შეეხოს ეს. აბსოლუტურად მართალი. და აი ეს ქმნის არის რამე ეს წინააღმდეგობა დაწყებული. რა თქმა უნდა, რუსეთში უკვე წინააღმდეგობა იზრდება, რეიტინგი ქვევით მოდის, ეს ბუნებრივი ამბავია. სხვანაირად რუსეთი სხვანაირი ვერ იქნება, როგორც არის საერთოდ საზოგადოებრივი ცნობიერება, ისეთია რუსეთშიც. ახლა როდესაც ხედავენ, რომ მოსკოვში ამდენი აფეთქებაა, პეტერბურგში ამდენი აფეთქება, ეს უკვე იწვევს ხალხში უკმაყოფილებას. რა თქმა უნდა. თუ არ შეგეძლო, რატო იწყე? ამის დამთავრება მაშინ რატო დაიწყე? რატო ჩაერთე, რატო ჩახევი ამას? იქნებ სხვანაირად გეცადა. 1000 შეკითხვა იბადება, გესმის? ამიტომ ნახეთ, როგორ მინდა გიპასუხო ამაზე, ესე იგი პუტინის ის მცდელობა, რაც მე ვივარაუდე, რომ ის თავს არიდებს უფრო გამწვავებას და გლობალურ ბირთვულ დაპირისპირებასთან მიახლოვებას და ამიტომ ჯერჯერობით ითქმენს, იმიტომ რომ იქნებს სხვა ახსნა მისცეს ყველაფერ ამას და სხვა დასასრული მოუძებნოს ყველაფერ ამას. უფრო მარტივი ვიდრე ვთქვათ ბირთვული იარაღის გამოყენება. აი ეს დროში ძალიან შეზღუდულია, იმიტომ რომ პუტინს დიდი დრო აღარ რჩება საფიქრებლად, იმიტომ რომ ხალხი არ აპატიებს, გუნდი არ აპატიებს. გუნჩიც არის ხო წინააღმდეგობა. როდესაც, რა თქმა უნდა. გუნჩიც წინააღმდეგობა. რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, ეს ბუნებრივია, სხვანაირად ვერ იქნება. ახლა წარმოიდგინე, სამხედროები რა დღეში არიან. როდესაც მათ კისერზე გადადის ეს ყველა. წარმოიდგინე რა დღეში არიან დედები, რომლებსაც ცხედრები მისდით და კუბოები მისდით სახლში, ხო? ესე იგი, ცხედრის და კუბოების მისვლა სახლში ჯარისკაცების კუბოებისა ყოველთვის ძნელია, მაგრამ როდესაც ის ჯარისკაცები მარცხდებიან და როდესაც ირკვევა, რომ რაღაც უაზრო სიტუაციაში შევიყვანეთ ქვეყანა, ასეთ შემთხვევაში პასუხისმგებლობა უფრო დიდია და უკმაყოფილება უფრო დიდია. ამიტომ რუსეთს აქვს მცირე დრო იმისათვის, რომ რაღაც გადაწყვეტა ამას მოუძებნოს და ალბათ მოუძებნიან კიდეც, მაგრამ თუ ეს ვერ მოხდა, ნინო, აი მაშინ მართლაც რომ ვაი. მცირე დრო, აი რამდენი მაინც დაახლოებით. ძნელია ამის თქმა, მაგრამ თქვენ იცით რომ ახლა არჩევნები ახლოვდება რუსეთში. მე როგორ იქნება ეს უკმაყოფილების ტალღა, როგორ აფეთქდება. იცი, აი დღეს არ არის და ხვალ შეიძლება ისეთი ტალღა წამოვიდეს, რომ ვერ იფიქრებ. არის ვინმე ფიგურა მაგალითად რუსეთში, რომელიც საპირწონე პუტინის. როგორ არის იცით ახლა რუსეთში ცოტა სპეციფიკური ვითარებაა. იქ წარმოდგენილი პარტიები, რომელიც პარლამენტში არიან,
ისინი პრაქტიკულად მხარს უჭერენ ამ შემთხვევაში რუსეთს, იმ ვითარებაში, რა ვითარებაში ქვეყანა აღმოჩნდა და მესმის, იმიტომ რომ როდესაც მთელი კოლექტიური დასავლეთი და ნატო გიპირისპირდება, იქ რაღაცა პოლიტიკურ, მსოფლმხედველობრივ, იდეოლოგიურ საკითხებზე მსჯელობა და ამის წინაპლანზე წამოწევა და იგნორირება იმისი, რა დღეშია ქვეყანა ჩავარდნილი. ამის უფლება არავის არ აქვს და ამიტომ ამას არ აკეთებენ არც კომუნისტები, არც სხვა რომელი საპარლამენტო პარტია და ამიტომ ცოტა ძნელია ვთქვათ იქ აი ესეთი სუფთა პარტიული დაპირისპირება როგორ და რა დროს წამოსწევს თავს, მაგრამ მე მოვისმინე ახლა ერთი განცხადება 2 დღის წინანდელი ზუგანოვისა, რუსეთის კომუნისტური პარტიის ლიდერისა, სადაც აი ეს ინტონაციები უკვე გამოჩნდა და ითქვა რომ თუ ჩვენ სისტემურად არ მივუდექით ამ საკითხს და სისტემა არ შევცვალეთ, მაშინ ჩვენ ვერ გაუმკლავდებით იმ ძალას, რომელიც გვიპირისპირდება. ნახე უკვე რა მოთხოვნა დგება, რომ რუსეთში რაც მოხდა, გახსოვს შენ ძალიან კარგად, იმიტომ რომ პოლიტიკაში ჩართული ხარ დიდი ხანია და გახსოვს ძალიან კარგად რა მოხდა გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში, საბჭოთა კავშირი როგორ დაიშალა და როგორ იყო ანთებული საზოგადოების დიდი ნაწილი სწორედ სისტემის შეცვლის მიმართულებით. როგორ ებრძოდნენ სოციალისტურ სისტემას, როგორ უპირისპირდებოდნენ და როგორ უნდოდათ აი კაპიტალისტური ბედნიერება მოსულიყო რუსეთშიც. აი ბედნიერება. და მოვიდა ელცინი, მოვიდა ელცინი და მოვიდა ამერიკანსკაია შტუჩკა, ესე უწოდებენ ელცინს. სამწუხაროდ. აი ასეთი ვითარებაა მოკლედ და ვნახოთ რა იქნება. ელცინი მაშინ თუ გახსოვთ, ახლა ესეთი ფიგურა არ იყო, რომელზეც მაგალითად რაღაცა ფსონი იდებოდა, მაგრამ უცბად გამოჩნდა. აი ესეთი სიტუაცია არის დღეს რუსეთში. ელცინი საკმაოდ ძლიერი ფიგურა იყო, როგორც ფიგურა, მაგრამ ძლიერი არ იყო, ვთქვათ, იდეოლოგიურ მსოფლმხედველობრივად ძლიერი არ იყო. ძლიერი არ იყო, ვთქვათ, როგორც სტაბილური პოლიტიკა. ხო, როგორც კანდიდატი არ იყო და უცბად გამოჩნდა. ხო, გამოძერწეს, იმიტომ რომ მასში დაიჭირეს ის თვისება, რომლითაც ის იყო, თუმცა პოლიტბიუროს წევრი იყო. მოსკოვის პირველი პირი იყო. და აი ეს კაცი ისეთივე დაპირისპირებული იყო, უფრო მეტი დაპირისპირებული იყო კომუნისტურ პარტიასთან და სოციალისტურ სისტემასთან, ვიდრე ვთქვათ იგივე გორბაჩოვი. აი რაღაცა შევარდნაძის ვარიანტი იყო. გორბაჩოვი, შევარდნაძე, იაკოვლევი, რომლებიც აშკარა აგენტები იყვნენ. აშკარად დავალების შემსრულებლები იყვნენ დასავლეთის. აი ზუსტად ანალოგიური ტიპი იყო თავისი მენტალიტეტით. ნუ მეტი აგენტი ახლა რა ნამდვილად ხო და სახელიც უწოდეს ხო ესე ამერიკანსკაია მაგას დღეს ხომ მტკიცება აღარ ჭირდება საქმე ლაპარაკობს. ხო და სხვა შორის ჩვენი დამოუკიდებლობაც აი მაშინდელი სწორედ განაპირობა არა რუსეთმა, არამედ აი ამ ამერიკულმა ინტერესმა. აბსოლუტურად მართალია. ხო, ისე რომ შენ ხო ახლოს იყავი ეროვნულ მოძრაობასთან და ახლა ჩვენ დღეს ხო ვიცით რომ ეს ყველაფერი ამერიკული სცენარით, რომელსაც რუსეთი ახორციელებდა, იმიტომ რომ თვითონ რუსეთში თვითონ რუსეთშიც ეს ყველაფერი ხორციელდებოდა ამერიკული იმითი ვექტორი. რუსეთი ერთ-ერთი შემსრულებელი იყო. კი, კი. ის, რასაც KGB ერქვა და რომელიც ასე შიშის ზარსემდა ყველას და ყველაფერს, KGB პრაქტიკულად აღმოჩნდა ფილიალი ЦРУ-ს. კი, კი, პირველი სწორედ მაგათ და აი ხო და რა რისი თქმა მინდა აი უცბად მაგალითად დღეს შეიძლება რუსეთში გამოჩნდეს ვინმე ისეთი რომელიც იტვირთებს ამას ხო ცოტა ძნელია შეცვალო პუტინი საქართველოში და სომხეთში შევიან ვიღაცები ყოველთვის 2 მილიონიან და 3 მილიონიან ქვეყანა ახლა რუსეთში გამოჩნდება თავისთავად ხო მოკლედ ჯერჯერობით ამაზე ლაპარაკი არ არის ასე ღრმად არ ჯერ ვიღაცა პიროვნებაზე ჯერ ლაპარაკი არ არის და მე არც მგონია რომ ეს საკითხი დადგეს პუტინმა თვითონ თქვა ამასინათ რომ მოიშველი ერთი ცნობილი გამონათქვამი და მარკ ტვენის ცნობილი გამონათქვამი ინფორმაცია ჩემი გარდაცვალების შესახებ გადაჭარბებულია. გადაჭარბებულია.
ხო, საინტერესოა, ხა რაც შეეხება მსოფლიოს, ნუ დღეს ჩვენ უყურებთ, ხო, ფილმი იყო, გახსოვთ ამერიკული ეს შეშლილი მსოფლიო. აი ზუსტად ანალოგიური. კი, ანალოგიური სიტუაციაა, ძალიან აწეწილია, აი არანაირი ის არ არის სტაბილურობა. არავინ არ იცის. აბსოლუტურად არ არის სიტყვა შეშლილი გადაჭარბებული. არა, აბსოლუტურად შეშლილია. აქ რუსეთი, უკრაინა და ვინც ჩამოთვალეთ ამერიკა, ევროკავშირი, ნატო, იქითკენ ამერიკა და ირანი, რაც ხვალ რა იქნება არავინ არ იცის, არც ამერიკამ და არც ირანმა და ყოველ შემთხვევაში მესამე მსოფლიო ომი დაწყებულია. ეს ერთმნიშვნელოვნად დაწყებულია, უბრალოდ არ არის იმ ფაზაში შესული ჯერ, რომელიც შეიძლება რომ მოხდეს. და ეს იქნება სრული კატასტროფა, მაგრამ დაწყებული არის და ეხლა აი მეორე მსოფლიოსნაირი ომიც არ იქნება, იმიტომ რომ არსებობს ხო ისეთი შესაძლებლობებია სხვა. ხო, სხვა, რომ და აქეთკენ მიდის მიექანება მსოფლიო. პრაქტიკულად ჯერჯერობით კი. ჯერჯერობით აქეთკენ მიექანება. თქვენ ტრამპზე ისაუბრეთ, იცით, რატო ტოვებს ტრამპი ეს რაღაცა მისი ის არის, რა ქვია, სტრატეგია, რომ აი არასერიოზულ შტაბ-შტილებას ტოვებს, დილით სხვა სიტყვის, შუადღეზე სხვა, საღამოს სხვა, ხვალს უსხვას. აი ძალიან საინტერესოა ეს რა არის. ნინო, იცი, მე მგონი რასთან გვაქვს საქმე აქ. ჩვენ ვიცით, რომ ამერიკის შეერთებული შტატები პრეზიდენტის მიერ არ იმართება ბოლომდე. კი ბატონო. მას უფრო სხვა ძალები მართავენ. პრეზიდენტი მოყავს სხვა ძალებს და ის სხვა ძალები მასზე მუშაობენ. ანუ deep state. deep state. ტრამპი არის უდაოდ ესეთი კოლორიტული ფიგურა, ხასიათის კაცი, რაღაცაში მტკიცეც, ვაჟკაცურიც, რაღაცები, მაგრამ აი ამ თავის შეხედულებებსა და წარმოდგენებს შორის ჩაჯდა აი ეს deep state-ი, რომელიც კაცმა არ იცის რა, წინა ნაწილში შენ დასვიე შეკითხვა და ვერ გიპასუხებს რა სწორად. არა, მე კლასიკურად საქართველოში mini deep state-ი ვარ, კლასიკური ფორმის. ხო, ეს არის ჩაკირული მენტალური სისტემა, რომელიც არის კიბო პრაქტიკულად. გაჩენილი კიბო თავის მეტასტაზებით, თავის უბედურებით, რომელიც შემოახვევა ამ სახელმწიფოს და მისგან ყველაზე მეტად ეს მოხდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, იმიტომ რომ იქ არის ფინანსური ცენტრი. და იქ იყო სხვა ცენტრები, საინფორმაციო ცენტრი, გავლენის ცენტრი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და აი ეს ყველაფერი იქცა ამ ერთ ჩაკირულ სისტემად, რომელიც თავისი მეტასტაზური შესაძლებლობებით არის შემოხვეული არა მარტო ამ ქვეყანას, არამედ პრაქტიკულად მთელ მსოფლიოს. რა ის მეტასტაზები არ არის ეხლა რაც აქ ხდება? ეს ის მეტასტაზებია. ჩვენ როცა ვამბობთ რომ აი მეხუთე კოლონა დგას აქ აგენტოკრატია ხომ მქონდა ჩვენ ეს ხელისუფლების აი დღევანდელი ხელისუფლების მიერ არის აღიარებული ჩვენ მქონდა აგენტოკრატია სააკაშვილის დროს რას ნიშნავს ეს ეს იმას ნიშნავს რომ დასავლეთი თავისი აგენტურით მართავდა ქვეყანას და დასავლეთის მმართველობა აი როდესაც ეროვნულმა მოძრაობამ გაიმარჯვა და გამსახურდია მოვიდა ხელისუფლება რა ამბები დატრიალო იმიტომ რომ წინააღმდეგობები გაჩნდა გამსახურდია არ დანებდა ბოლომდე გამსახურდიასთვის ბოლომდე მისაღები არ გახდა ის დირექტივები რაც მოდიოდა ხომ გახსოვს გამსახურდია დინების წინააღმდეგ მიცურავს და არა მე დიდი ხანია ბატონი ზვიადი სანამ გახდებოდა პრეზიდენტი აი რასაც მიხსნიდა და მიყვებოდა მე დღეს ჩემთვის ეხა დღევანდელი სიტუაცია იცით როგორი გასაგებია იმიტომ რომ 99 წლიდან იქიდან გამომდინარე რასაც მიხსნიდა რომ აი რა არის ევროპა რა არის ამერიკა ჩვენ რა არის რუსეთი დაუშვათ რომ საბჭოთა რუსეთი არა და რუსეთი მართლმადიდებლური ქვეყანა რა არის მაგალითად ქართული სიძლიერე ღირებულება ეს ყველაფერი ხო აი დღეს ნუ არ ვიცი ხა მაგრამ სამწუხაროდ წინასწარ მეტყველივით იყო კი მაგრამ გამსახურდია ამაში ჩართული აღმოჩნდა იმ თავითვე როდესაც ის დისიდენტი გახდა როდესაც საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო მით უმეტეს რომ ის არის ძალიან დიდი მწერლის შვილი და ფიგურა უკვე ავტომატურად კონსტანტინე გამსახურდია და ბუნებრივია რომ ჩაერთო სწორედ ეს განაპირობებს მაგრამ თვითონ როდესაც მიხვდა ამას საბოლოოდ უკვე დამხობილი გამსახურდია თქვა კი არ დაუმალავს
ევროამერიკული იმპერიალიზმი. კი, როგორ არა, კოლექტიური დასავლეთი კი. კი, რომელმაც მოახდინა საქართველოს სახელმწიფო გადატრიალება. რამდენიც არ უნდა იზახონ ამათ. სხვა რაღაცა. გამსახურდია თვითონ რა შეფასებას ახლა გამსახურდია თვითონ დაემართა ეს ამბავი. თვითონ იყო ქვეყნის პირველი პირი. თვითონ ქონდა ყველაზე მეტი ინფორმაცია და გამსახურდიას არ დაუჯერო და ამ ვიღაცეებს დაუჯერო, და მადლობა ბატონ ზვიათს, რომ აიცი რა თავისი პირადული წინ არ წამოწია და ბოლო წუთამდე, ხო, საქართველოს ინტერესისთვის იბრძოდა და შეეწირა კიდეც ამას. ტრაგედია რაშია, იცი? ტრაგედია იმაშია, რომ მან დაგვიტოვა მაინც მაგალითი, როგორ უნდა გიყვარდეს სამშობლო. ტრაგედია იმაშია, ზვიად გამსახურდიას პიროვნების ტრაგედია იმაშია, რომ ის აღმოჩნდა იმ deep state-ის, იმ დასავლური მანქანის ერთი შემადგენელი ნაწილი. რომელიც არ დაემორჩილა მაგას გეუბნებით, ხო, არ გაწირა საქართველოს. მაგრამ ბოლომდე არ აყვა მათ სხვათა შორის რაღაც ანალოგიური ამათაც ემართებათ. აი ამ ხელისუფლებას დღევანდელს. ნახე რა ხდება დღევანდელ ხელისუფლებას რატომ ებრძვის დასავლეთი ასე თავგამოდებით და ასე მონდომებით, ევროპაც და ამერიკაც. ხომ ხედავ რა ხდება, აი არჩევნების შემდეგ პრაქტიკულად ღია აღიარება არც გააკეთეს, ამერიკასთან ურთიერთობები მოუგვარებელია, ევროპა კიდევ ყოველდღიურ რეჟიმში ლანძღავს და თათხავს. თუმცა დღეს იტრაბახა საქართველოს მეორე პირმა ირაკლი კობახიძემ, რომ ამერიკასთან დაალაგდა. კი ბატონო, მაგრამ ჯერ ხომ არ დაალაგებულა რა, ესე იგი მე რას ვამბობ, წინააღმდეგობას ხო ხედავ. რატო ხდება ეს წინააღმდეგობა? საქმე ის არის, რომ კოლექტიურ დასავლეთს, როგორც ამერიკას, ასევე ევროპას, ერთი სურვილი აქვს, მართვა მთლიანად აიღოს ხელში. და ესენი, როდესაც ეუბნებიან, რომ აქ ხელისუფლებაა, აქ ხალხის ინტერესებია, აქ არის ცნება, რომელსაც ქვია სახელმწიფო სუვერენიტეტი. ასეთი ხელისუფლება არ უნდათ. ბევრ რამეში შეიძლება ესენი ეთანხმებიან და მიყვებიან თამაში, ბევრ რამეში, მაგრამ ყველაფერში არ მიყვებიან. ამაშია მთელი დრამა ხელისუფლების. და აი განსხვავება რა არის, იცი, ძვიათსა და დაუშვათ ამათ შორის, იმიტომ რომ მე შეგახსენებთ და რომ მოვიდნენ ესენი, ხო? აი ბიზნაევანიშვილი შემოიფარგლა სწორედ აი ნეოტროცკისტებით, ამ ლიბერალებით და მას ძალიან ბევრი შეცდომა აქვს დაშვებული პიროვნებების წარმოჩენას გულისხმობ მე. კი, მესმის. ოღონდ შემოიფარგლაო ამბობდა, შემოფარგლეს. მაგრამ ის ანტიდისკრიმინაციული კანონი 78 მუხლი კონსტიტუციაში ბევრი რამ გააკეთა. მაგას გეუბნები, ბევრ რამეში მიყვებოდნენ ალბათ, მაგრამ ყველაფერში არ წავა. ბოლოს ხო უკვე ბოლოს, როდესაც ეგ ხა რა ინტერესები ერთმანეთს შეეხო, არ ვიცი და დიდი მადლობა ერთადერთი რომ ომი აქ არ დაწყებულა. ბოლოს ეხლა მე კიდე რა მინდა იცით გითხრათ რომ მოვიდა სააკაშვილის შემდგომ ბიძინაევანიშვილი, მას მთელი საქართველო მხარს უჭერდა, ხო? მას თავიდანვე რო თავისი პოზიცია დაეფიქსირებინა, როგორც ზიადმა გააკეთა. ამ შემთხვევაში დრო სხვა არის, მოცემულობა სხვა იყო და უფრო მეტი შანსი ჰქონდა. ეხლა ისე მიდის ბატონო ვალერი მეთანხმებით, ხო? იმიტომ რომ ძალიან ბევრი არის განაწყენებული, ხალხს ცხოვრება უჭირს. ძალიან ბევრი პრობლემა გვაქვს. მიწები იყიდება, მიწის გარეშე ვჩდებით. ნუ არ ვიცი, ხა ძალიან ბევრი პრობლემაა მოუგვარებელი და ადამიანებს უკვე ისეთი აღტკინება რომ არ დაგეთანხმო, ნინო, რომ არ დაგეთანხმო, ესე იგი რაღაცაზე თვალი უნდა დავხუჭო. მე ამ ქვეყანაში ვცხოვრობ და მე ხება ეს ყველაფერი, ხო? მე ვგრძნობ ამას. მე აი დღეს გადაცემა მქონდა, მე სანამ აქ მოვიდოდი და მან თქვი რომ იცით რა არის რომ არ შეხედო რომ მიჩქმალოს ყველა თავის თავს არ დამალავს. როდესაც მე ლაპარაკებით მე თქვენ აი დღეს პრემიერ-მინისტრი ლაპარაკობდა პარლამენტში სანამ ომი დაიწყებოდა. პარლამენტში ლაპარაკობდა იმას დაკავშირებით რომ აი ციფრები როგორი კარგია ეკონომიკასთან დაკავშირებული ციფრები მაჩვენებლები. მაგრამ მე რას პასუხობ იცი? არ გეკამათებით ციფრებში. კარგია რომ კარგი ციფრებია, კარგი მაჩვენებლებია, მაგრამ საერთო საყოველთაო სიმდიდრის და აი ამ ციფრებით მოტანილი კეთილდღეობის გადანაწილება თუ არ მოხდა სამართლიანი საზოგადოებაში, მაშინ ეს ყველაფერი წავა მდიდართა ჯიბეში. მიდის კიდეც და ეს ღარიბი და უპოვარი და ღატაკი ყოველთვის დაგრჩება ასე მშიერი და მწყურვალი. ესე იგი მარტო ეკონომიკის ამაღლება კი არ არის პრობლემა.
პრობლემა არის სამართლიანი გადანაწილება. ამერიკის შეერთებულ შტატებში, ხომ წარმოგიდგენია, უზარმაზარი შესაძლებლობების ქვეყანა. 1 ტრილიონი დოლარი არის ამერიკის სამხედრო ბიუჯეტი, ყოველწლიური. მარტო სამხედრო ბიუჯეტი. წარმოგიდგენია რაზეა ლაპარაკი. აი ამ ქვეყანაში დაახლოებით 18%, ცოტა უფრო მეტი, 18.5 არის სიღატაკი ზღვარს ქვემოთ. და 30%-მა ამ ქვეყანაში ელემენტარული წერა-კითხვა არ იცის. ეხლა როდესაც ამერიკელი გამოვა და იტყვის რომ იცით რა არის ჩემი მშპ შშპ რაღაცა აი ამ ხელა პროცენტები ციფრები რა გინდა თუ იქამდე თუ არ მივა რა გინდა ეხლა ამერიკელი მილიარდ ტრილიონერი გახდა ხომ ეს მასკი ოფიციალური ტრილიონერი გახდა ამის ჯიბეში ტრილიონი იქნება თუ 2 ტრილიონი ეს ხომ არანორმალურად დიდარია ვიღაცა და რა მნიშვნელობა აქვს ამას რა მიემატება და რამდენი მიემატება აი იმ 18%-ს იმასთან მივიდა რამე და ჩვენთან რამდენი პროცენტი ჩვენთან პირიქით არის რაღაც 20%-ამდე მშვენივრად არიან და 80% ესა დღეში ვართ და მე რა მეთქმის გაცილებით უფრო გაჭირვებული ადამიანები არის ეს გლობალური კომპლექსური შეფასების თემაა ხელისუფლების შეფასება მარტო მომწონს არ მომწონს და კარგი ღიმილი აქვს ან ლამაზი თვალები ამით ხარ უნდა ხდებოდეს იმითი ამ სიმძიმეებს ამ ტვირთის აწევას რამდენად შეძლებს და ყველაფერი რომ ერთ პინაზე მოთავსდება, მერე სასწორი რაღაცას გვიჩვენებს სხვა. აი დღეს სწორედ იმაზეც იყო საუბარი აფხაზეთი და სამაჩაბლო. ჩვენ ამაზე ვფიქრობთ და მრავალწლიანი, ესე იგი, ურთიერთობა გვაქვს დასავლეთთან. ესე იგი, ხო უნდა მიხვდე რომ დასავლეთი ვერც აფხაზეთის პრობლემას მოგიგვარებს და ვერც სამაჩაბლოს პრობლემას, ხო? როგორ ფიქრობთ, საქართველო-რუსეთის დიალოგი უნდა შედგეს თუ არა? არის თუ არა ეს აგრეთვე რუსეთის და რა თქმა უნდა საქართველოს ინტერესშიც. იმიტომ რომ რუსეთი ხო აცნობიერებს რომ საქართველო არის მისთვის საინტერესო, იმიტომ რომ ვიცით თუ ფედერაცია დაიშალა, კავკასიით უნდა დაიშალოს, ხო? ხო და როგორ ფიქრობთ, აი ეს ეტაპი აღარ მოვიდა, აი რატო ვერ რისკავს ქართული ოცნება რომ გადადგას მკვეთრი ნაბიჯები. ესეთი დიდი იდეისთვის, რასაც ქვია აფხაზეთი და სამაჩაბლო. თორე დასავლეთთან მოლაპარაკება რამდენი წელია ხა, სულ ლაპარაკობთ, მე რა. თითზე ჩამოსათვლელი თუ იქნება ადამიანთა რაოდენობა, რომელიც ამ ჭეშმარიტებას ვერ აცნობიერებს, რომ რუსეთის გარეშე ვერანაირი ტერიტორიული მთლიანობის საკითხი ვერ გადასტა. მაშ რაშია საქმე? აი უკვე დასვი ეს შეკითხვა. აბა რაშია საქმე? რა ხდება? რა ვერ ხვდებიან ამას? რატო არ დგამენ ნაბიჯს? იმიტომ ნინო რომ არ უშვებენ. ეს კატეგორიული მოთხოვნაა დასავლეთის. აი ჟენევის ფორმატი ხო გახსოვს? 10 წლების განმავლობაში ჟენევის ფორმატში რაღაცას განიხილავდა. აბა ესე გამოდის რომ დასავლეთის წარმომადგენლებთან ერთად რუსეთ-საქართველოს დიალოგი სრულ ფასოვანი დიალოგი, ამომწურავი დიალოგი ვერ შედგება. ქართველი უნდა მივიდეს რუსთან და უნდა კითხოს რა არის საჭირო გამარტივებულ სქემას ვამბობ. რა არის საჭირო იმისთვის, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი გადასცეს. უნდა შეკითხვა და შეკითხვა არ დაუსვამ ჯერ არავის. პასუხი არ მოусმენია ჯერ არავის. კი ბატონო, გეთაყვებით, მაგრამ აი დაუშვათ რუსეთმა გადაწყვიტეს. ვის უნდა მოელაპარაკოს რუსეთი? ბიძინა ივანიშვილს თუ ირაკლი კობახიძეს? ეს ჯამში ერთი პრობლემა გვაქვს. არა გვაქვს პრობლემა. კი როგორ არა, პირველი ვინ არის? მომისმინე? დღეს ამ თვალსაზრისით პრობლემა არ გვაქვს, იმიტომ რომ პრობლემა იყო მარტო იმ მონაკვეთში, როდესაც ბიძინა ივანიშვილი არსად არ იყო. წავიდა პრემიერობიდან და ყველა ეს ფორმალობა, ფიქცია. ფორმალობა თუ რაღაცა. დღეს ის არის მმართველი პარტიის ლიდერი. მას ლიდერობაში პრობლემა არ აქვს. მას არავინ წინააღმდეგობას არ უწევს, ოპოზიცია არ ყავს და არაფერი არ ყავს შიგნით, ხო? ამიტომ ბიძინა ივანიშვილი არის ოფიციალური პირი, ვისაც უფლება აქვს დაასახელოს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა. ვინც ასახელებს
ის არის ხო უფრო მაღლა ეს რაღაცა ვიდრე ის ვისაც რაღაცა იცი როგორ შესაძლებელია რაღაცას მომისმენთ შესაძლებელია ჩვენ სქემა არ მოგვეწონოს კი, რა თქმა უკეთესი უნდა. სქემა გვინდოდეს რა თქმა მაგრამ უნდა. მე გეუბნები ეს არის რეალობა რომელშიც ჩვენ ვართ ეს რეალობა აღიარებულია ხალხის მიერ მხარდაჭერილია იმიტომ რომ არჩევნებში მიდის ხალხი და ხვას აძლევს ბატონო ჩემო და პროტესტი გარდა ამ 200-300 სულელისა ქვეყანაში არ არის ხო ამიტომ ეს პრობლემა რუსს არ აქვს ბიძინა ივანიშვილს შეუძლია დარეკოს და მოითხოვოს რომ აი შეხვედრა უნდა შედგეს ეს იქნება რუსეთში იქნება საქართველოში იქნება სამე ქვეყანაში ამასაც პრინციპული მაგრამ ეს ნაბიჯები ხო უნდა გადაიდგეს და არაძლევენ ამის საშუალებას მე ძალიან მაღალ შეფასებას ვაძლევ იმას, რომ ჩვენ ამ 14 წლის განმავლობაში შენარჩუნებული გვაქვს მშვიდობა. ძალიან მაღალ შეფასებას ვაძლევ და დარწმუნებული ვარ შენსაც. რა თქმა უნდა. მაგრამ ნინო ძალიან დაბალ შეფასებას, უარყოფით შეფასებას ვაძლევ იმას, რომ ამ 14 წლის განმავლობაში რუსეთთან დიალოგი ვერ მოხერხდა. ერთადერთი მცდელობა კარასენი აბაშიძის ფორმატი იყო, რომელიც პოლიტიკური თემებით არ იყო დაკავებული, მხოლოდ ეკონომიკური, სავაჭრო, ჰუმანიტარული, კულტურული. კი ბატონო მაგრამ ჩვენ პოლიტიკური დიალოგი გვჭირდება რუსეთთან. 14 წლის განმავლობაში ამას რომ ვერ მოახერხებ, ქართველი ხალხი მოვა ერთი დღე, როცა პასუხს მოგთხოვს ამის. ნამდვილად, იმიტომ რომ ამის გარეშე არ შეიძლება ადრე თუ გენ მართალი ხართ, ადრე თუ იცით რა არის? მე არ მინდა ისე მოხდეს, აი ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველიაო. ხო მეთანხმებით. მე მინდა ეს რომ ჩვენი ნება იყოს და არა იძულება. კი ბატონო ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ძალიან ჩემთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა. მაშინ შენ სიტყვას ფასი აქვს. რა თქმა უნდა. შენს მოთხოვნებს ფასი. რა თქმა უნდა. როცა იძულებაა შენ აღარაფერს აღარ გეკითხები. ჩვენ გვაქვს ეხა ეს შანსი, ხო? რომ ნება იყოს. ჯერჯერობით გვაქვს, ხო? ხო და როცა ეხა იძულებული იქნები, მე რა მნიშვნელობა აქვს დაელაპარაკებით ვარ და ვინ მოგისმენს. ეგრე ხარ და არის კიდევ მესამე გზა, როდესაც საერთოდ შენს გარეშე გადაწყვეტს ვიღაცა ორი დაждდება და გადაწყვეტს ესე ძალიან საშიშია და ამ შემთხვევაში რუსეთი და ამერიკა ძალიან ადვილი შესაძლებელია. კი ბატონო. და არ ვიცი როდემდე უნდა გაგრძელდეს და რომ უყურებ თავარია ნაცებში რა ხდება აი თავარია რაღაცა ისეთი თემებით იფარება ჩვენი პრობლემები ხო ეს სატყუ არა შექმნეს ახლა აი ეს ჩხუბი აი დღევანდელი ჩხუბი მე მარტო ფრაგმენტი ვნახე რაღაცა ამ ჩხუბის ეს ომია ხო ჩხუბი არის ესე იგი პატარა მასშტაბის ომი და ომი არის დიდი მასშტაბის ჩხუბი ჩხუბი როდის იწყება ომი როდის იწყება როდესაც შენ ვერ აგებინებ და ის ვერ გაგებინებს როდესაც შეთანხმების ყველა ლიმიტი ამოიწურება და როდესაც ადამიანები ან მეორე შემთხვევაში სახელმწიფოები გაუგუნურები ხდებიან არა იცით რა არის როცა მაგალითად პარლამენტში უყურებ ამას არა ახალგაზრდა მოქალაქე შენ არაფრის უფლება არა გაქვს და მათ აქვთ უფლება რომ აი ესე საჯარო ეს არის სახელმწიფოს შეურაცხყოფა მისი ღირსების შელახვა ესე იგი თუ პარლამენტში ესეთი რამ ხდება გაგიკვირდება ქუჩაში რა მოხდება გეთანხმები სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ პირველი შემთხვევა არ არის ეს სხვა პარლამენტებში მაგრამ უკიდურესად ცუდი მოვლენაა. აი კიდე ერთი ძალიან ცუდი ტენდენცია მე ხა გულბათ ცხილაძეს გულისხმობ მისი დაკავება დაჭერა ასე ვთქვათ ჩაშუშობის 314 მუხლით. მაშინ როცა დღემდე გამოკითხული არ არის გულბათი და მე მოგცევა მას მამა გარდაეცვალა და ესე გეუბნებოდნენ რომ აი წაგიყვან და ბოლოს მაინც არ წაიყვანეს გესმით და აი ფსიქოლოგიურ მას ახდენდნენ და მიზეზად პენიტენციალურმა სისტემამ მიზეზად მოიდო რომ ტექნიკური საშუალებები არ ქონდა ესე იგი ტექნიკური რა ბადრაგი არ ყავდა მანქანა თუ ბენზინი აი ესეთი გიორგი უძელაური რომელიც კი თანამდებობის პირი იყო და უფრო გიორგი უძელაური არის პოლიტიკური ჭორიკანობის მსხვერპლი. გულბათ ცხილაძე, თემურ
ჩიხლაძე, თემური არა, ირაკლი ჩიხლაძე. აი ეს ტენდენცია იქითკენ, რომ ჯაშუშები ვერ გავიგე, ესე იგი საიდუმლო ინფორმაციას ფლობდნენ, თუ ასე ხშირია საიდუმლო ინფორმაციის გამოჟონა, მაშინ შენ იქ მოიკითხე, რატო ჟონავს ეს საიდუმლო ინფორმაცია. რა თქმა უნდა, გულბაათის შემთხვევაში სისულელია, ეს საჯარო პირი იყო, გადაცემები მიყავდა აგერ ჩვენთან, კონფერენციებს აწყობდა და რასაც ამბობდა და რასაც ფიქრობდა, ამბობდა, ხომ? აი ეს ტენდენციაც მე ძეჟავი მაქვს, მახსენებს სააკაშვილმა რო დაიწყო გახსოვთ დაჭერები. აი თქვენ როგორ რა სიტყვით? იცი რა არის სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით რაღაც უკანასკნელი ინსტანციის ჭეშმარიტებაზე ლაპარაკი რომ დაიწყო, ცოტა არასერიოზული ჩანს ხოლმე, იმიტომ რომ მე და შენ ახლა ყველაფერი ხო არ გვიწვია ამ საქმის. ჩვენ ხო არ გავცნობი ვართ ამ საქმეს, აქედან გამომდინარე. იცით რომ ექსპერტიზას ვალერი დღემდე გამოკითხული არ არის გულბაათი. დღემდე დაკითხული არ არის გულბაათი. თავი დაანებე მაგას. ნახე, ჩვენი ლოგიკა რა არის? რა არის ჯაშუშობა? ჯაშუშობა თუ არის რამე ინფორმაციის მიწოდება სხვისთვის, ეს ინფორმაცია რაღაცა უნდა ღირდეს, ხო? რა თქმა უნდა. ახლა დღეს პარლამენტში ჩხუბი რომ გაიმართა საქართველოს პარლამენტში, მე რომ ეხლა დავრეკო და ვიღაცას მოუყვე. ეს რა ინფორმაციის გაცემაა თუ ფაქტის კონსტატაცია? ამიტომ ხომ აბსურდია ეს. გულბაათ რცხილაძეს რა ინფორმაცია შეიძლებოდა ქონოდა? არასოდეს ის არ ყოფილა რამე თანამდებობის პირი, მით უმეტეს რამე სამხედრო საქმესთან კავშირში ან უშიშროებასთან არა. რა ინფორმაცია უნდა ქონდეს გულბაათ? გულბაათ რცხილაძე არის მსხვერპლი რისი, რომ მიიტანეს სადღაც მიიტანეს მსხვერპლი. ხო, ვიღაცას ასე ამოვნეს. ვიღაცას ასე ამოვნეს. და როდესაც შენ ეს არის ჩვენება დემონსტრირება იმისა, რომ ხედავ რა ხდება, ჩვენ რუსეთს უპირისპირდებით. ჩვენ რუსეთთან ხიდებს ვსვავთ, მისადგომებს ვსვავთ და თუ რუსეთის მისამართით ვინმე დადებითად ლაპარაკობდა, საუბრობდა საჯარო სივრცეში, ტელევიზიით, სოციალურ ქსელებში, სხვაგან და სხვაგან, ჩვენ ამ ხალხს უკვე ვიჭერთ, ვაპატიმრებთ და ასე შემდეგ. ჯაშუშობას ვაბრალებთ. სხვა გულბაას მე ძალიან კარგად ვიცნობ და ვიცნობ ძალიან დიდი ხანია და მისი ოჯახი ვიცი და მამამისი ღმერთთან ალთარში ამყოფობს, ახლა გარდაიცვალა და მამის გასვენებაში გამოსათხოვრად არ მიიყვანეს კაცი. ეს საშინელებაა. ჩაცმულ დახურულ იჯდა, საჩვენებელი დასჯა. ამას ვამბობ მე, საჩვენებელი დასჯა ვიღაცის გულის მოსაგებად. მაგრამ ძვირი არ დაუждეთ ასეთი ნაბიჯების გადადგომა. და ყველაზე ცუდი აქ ტრაგედია კიდე იცით რა არის, აი გულწრფელად ვამბობ, მე გულბა ძალიან კარგად ვიცნობ და ერთი წუთი ეჭვი არ მეპარება რომ რა სისულელია. იცით რა არის ტრაგედია, როგორც მოქალაქის, რომ მე ამ შემთხვევაში ხო ხელისუფლების არ მჯერა. და ეს ხელისუფლებამ დაიმსახურა. როცა ესე უაპელაციო შეუძლია ასეთი რაღაცეების გაკეთება. და ამაზე ხელისუფლება არ ფიქრობს. სამწუხაროდ ბევრ რამეზე ან არ ფიქრობს, ან არასწორად ფიქრობს, ან გვიან იწყებს ფიქრს. ეს სჭირჩოს ხელისუფლებას. იგივე საკადრო პოლიტიკა, იგივე სოციალური თემა, იგივე ემიგრანტების თემა, იგივე მიგრაციის თემა. უამრავი საკითხია, რომლის შესახებაც ქართველ ხალხს აქვს სერიოზული პრეტენზიები. ზოგ რამეს შეიძლება ახსნა მიწების გაყიდვა ეს აუცილებლად. რა თქმა უნდა, ზოგ რამეს შეიძლება ახსნა მოეძებნოს, მაგრამ ეს ღიად უნდა უთხრა ქართველ ხალხს, უნდა მიხვიდე და უნდა უთხრა ქართველ ხალხს, რომ ასეთი ვითარებაა და რაღაც ასეთი ალტერნატივებია და ჩვენ თქვათ რაღაცა ნაკლები ზიანის მიმყენებელ რამეს დავთანხმდით, ვიდრე უფრო დიდი ზიანის მიმყენებელს და რაღაც ამდაგვარები. ისე ზოგადად ლაპარაკობ. სამწუხაროდ, აი ეს კომუნიკაცია ჩვენი ხელისუფლების საზოგადოებასთან ძალიან ნაკლებია და ძალიან მოკლეა. არა, იცით რა არის თან მე ყველა ძალიან გამაღიზიანებელი ალბათ დამეთანხმებით, რომ ამ ყველაფრის ფონზე, ამდენი პრობლემის ფონზე, გეუბნებია რომ თურმე ჩვენ რაღაც კეთილდღეობაში ვცხოვრობთ,
თურმე ჩვენ ისეთი მართსაჯულება გვაქვს, რომ რაღაცა საოცარი, როცა წინასწარი პატიმრობა ესე მიუსაჯეს, რომ პრინციპში ექსპერტიზა ჩატარებული არ იყო, ანუ ხელმოსაკიდე არაფერი არ ქონდათ. მოსამართლეს იმის უფლებაც არა აქვს, რომ რაღაცაში თუ ეჭვი შეეპარება, ეს განაცხადოს და დაუპირისპირდეს მაგალითად მანქანას, სახელმწიფო ეხლა უცებ მანქანას. მექანიკურად რა პასუხი მომადგა ეციანაზე. კი, მაგრამ რა ხდებოდა მაშინ სააკაშვილის დროს? მომისმინე რატო მომადგა მექანიკა? იმდენად გამზადებულია ეს პასუხი, რომ ეს პასუხი აღარ არის უკვე პასუხი. რა თქმა უნდა. იმის შემდეგ დიდი დრო გავიდა ძალიან და დიდი დროც რომ არ იყოს გასული. პატარა დროის გასვლის შემდეგაც, როდესაც ხელისუფლებაში მოხვალ, შენ ხარ პასუხისმგებელი და შესაძლებელია შენი წინამორბედი გაცილებით დიდ უბედურებას აკეთებდა, მაგრამ ეს შენ მცირე დანაშაულის ჩადენის უფლებასაც არ მიტოვებს. შეღავაც არ გაძლევს, ის ცუდი რო იყო, იმიტომ არ გვინდოდა, ხო, სააკაშვილის არ უნდა დაგავიწყდეს ადამიანის უფლებები, არ უნდა დაგავიწყდეს სოციალური თემატიკა, არ უნდა დაგავიწყდეს ელემენტარული პატრიოტული საკითხები, მიწებია, გაყიდვაა, გაჩუქებაა თუ რაღაც. ეს ყველაფერი უნდა იცოდე, რომ ეს ყველაფერი მოგეთხოვება და მაგრამ აი მოგეკითხება. ნახეთ რა კარგად აკეთებენ ნაცებზე აპელირებით, რომ აი იქ რაღაც ეს თავმჯდომარე, ის თავმჯდომარე, ასე შემდეგ. მე ნახეთ აი თითქოს ღირებულებებით, LGBT-ს თემით, გამჭვირვალობის კანონით, თითქოს იცავენ სუვერენიტეტს, მაგრამ სუვერენიტეტი სად არის, როდესაც მიწა აღარ აქვს ქართველებს, გვეცლება ხელიდან. როცა განათლების სისტემა ესე დღეშია. მაგრამ ესე ურცხვად გეუბნებიან, რომ ყველაფერი კარგად მოდი არის. ერთ რამაზე შევთანხმდეთ, ნინო, მე ხომ შენი უფროსი მეგობარი ვარ. მოდი ერთ რამაზე შევთანხმდეთ. შენ თლად ისე რადიკალურად ნუ დასვამ ხოლმე საკეთს, როგორც თქვა, ამას აკეთებს ის, ვინც თავის თავს ოპოზიციას უწოდებს. სრულიად საკმარისია ჟურნალისტური დასმა, შეკითხვის წესით დასმა საკითხი და არა აი კატასტროფული მოცემულობა რომ მიწა აღარა გვაქვს ეს არა არის. მიწა ნამდვილად ძალიან ბევრი მიწა იყიდება ვალერი და ეს არ ხმაურდება. კი, გეთანხმები. სასოფლო სამეურნეო მიწების კატეგორიას აცლიან, გადაყავთ არასასოფლოში და იყიდება არაქართველებზე. ეროვნული ხელისუფლება გამსახურდიას მეთაურობით რომ მოვიდა საერთოდ მაშინ ძალიან ბევრმა დაიწყო ყვირილი იმასთან დაკავშირებით რომ რა უფლება გვაქვს მიწის გაყიდვა აუგზავნოთ შემოვიდა საბაზრო ურთიერთობები უი რაღაცები და ეს იქიდან მოყოლებული მოდის მაგრამ საკითხი დგება მაგრამ ზვიადი ამაზე არ დათანხმებულა ის პარლამენტი არა მე ზვიადს არ ვაბრალებ ამას საერთოდ თქვი აი მაშინ დაიწყო დაამხეს მე გაყიდეს მთელი საქართველო ხო გვაქვს ესე იგი საკითხის ასე დასმა რომ საბაზრო ეკონომიკა თავის პრინციპებით ითვალისწინებს ყველაფერი იყოს ყიდვა გაყიდვისა გახსოვს ბენდუქიძე რომ იყო ყველაფერი უნდა გაყიდოთ და მე დაამატა სინდისის გარდა სინდისი არ გარდა როგორ გაყიდი და დანარჩენი ესე იგი ყველაფერი უნდა გავყიდო ხო ყველაფრის გაყიდვა თუ ამას საბაზრო ეკონომიკა კარნახობს ასეთ შემთხვევაშიც შენ ხარ პატარა ქვეყანა მცირე მოსახლეობით მცირე ტერიტორიით და უზარმაზარი ისტორიით და უზარმაზარი სისხლით და ოფლით რომელიც დაღვრილა ამ ტერიტორიაზე. რას ვია შენ მიწას ყიდი იმიტომ რომ საბაზრო ეკონომიკა მოითხოვს ასე და ასე. არ არსებობს გამონაკლისების გარეშე არც ერთი სახელმწიფო. არ არსებობს გამონაკლისების გარეშე არც ერთი იურისპრუდენციას. აბსოლუტურად ეს რომ გამონაკლისი იყოს ჩვენ ვიქნებოდით ბედნიერები. რა თქმა უნდა. ჩვენ არ გვექნებოდა ესეთი არაქართული დასახლებები, სადაც არ შეგიშვებენ, არაქართული სოფლები. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ხო ამაზე და როცა ვხედავ რომ ამაზე კი არ მიდის საუბარი, მიდის ნაცებზე საუბარი, მიდის აი ევროკავშირი. ახლა ერთი ქალი იქნება მის ნაციონალურ თავმჯდომარედ თუ მეორე ქალი, წარმოგიდგენთ? ხო, და ამ ესე იგი საქართველოს დაიღალა ამი, აი ღლიან ხალხს ამი. აი ჩვენ აგვიქნებით ისინი მოვლენ და აი გინდა თუ არა აი ხანდახან არ უსმენ, მაგრამ ჩართულია და ჩაგესმის, მაინც მოდის ეს რომ ერთი ქალი იქნება თუ მეორე. არც ერთი იქნება და არც მეორე. ნაციონალური მოძრაობა დაიბადა მიხეილ სააკაშვილთან ერთად და მოკვდა მიხეილ სააკაშვილთან ერთად. მკვდარია ორივე. ნარჩენია სავალალო უბადრუკი რაღაცა ნეშტია დარჩენილი. მაგრამ ეს ჭირდებათ, სწორედ მაინც ჭირდებათ ისინი რომ ცოცხლები სამწუხაროდ.
რამდენი ხნის წინ უნდა ყოფილიყვნენ ისინი უკვე გასამართლებულნი, უკვე აკრძალულნი საკონსტიტუციო სასამართლოდ და ასე შემდეგ. მივედით აქამდე? ვერ მივედით, იმიტომ არ მიუშვეს აქამდე. თქვენ როგორ წარმოგიდგენთ ახლა რო ჩამოვიდა სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაცია რო იყო რამდენიმე ხნის წინ და უკვე პირველი ის იყო რაღაცა რო აი ამერიკელები ჩამოვიდნენ და გველაპარაკებიან. იმათ ისინი როგორც ამათ შეხვდნენ, ისე შეხვდნენ იმათაც. და რეალურად საკითხი დააყენეს რომ კი ბატონო თქვენ გაღიარებთ როგორც ხელისუფლებას, მაგრამ იმათ ვაღიარებთ ერთადერთ ოპოზიციად. ხო, აი რა. რომელსაც უნდა გადააბაროთ ხელისუფლება, არ მოგიწყობთ სახელმწიფო გადატრიალებას, მაგრამ არჩევნები რომ მოვა, ხელისუფლებას გადააბარებთ მაგათ. აი ეს მოდის იქიდან. ხო, და სად არის მე სუვერენიტეტი? არსად. დიდი მადლობა ბატონო ვალერი, საინტერესო საუბარი. მადლობა ნინო მოწვევისთვის. იმედია, ახლა გვესტუმრებით ხოლმე, მით უმეტეს ისე ვითარდება მოვლენები, რომ საინტერესო იქნება კიდე შეხვედრა. რა ვიცი, თუ ვინმეს დაინტერესებს ჩემი აზრი, მე თქვენ სამსახურში ვიქნებ. დიდი მადლობა გემშვიდობებით და მე თქვენს გემშვიდობებით მომავალ პარასკევამდე.